ხდება მატერიალური და არამატერიალურის გადაწყობა და ხდება ახალი მარადიული სამყაროს შენება, რომელიც ეხლა რო დაგანახათ ჩემი თვალებით როგორია ეს სამყარო, შეიძლება აფრინდეთ, იცით რა ლამაზია, აუცილებლად აშენდება იმ ტერიტორიებზე, აფრიკა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ინდოეთი, ჩინეთი, ციმბირი, ახალი ცივილიზაცია აშენდება, ახალი ფლორა და ფაუნა. მე ერთადერთი, სადაც არ მინდა რომ მოხდეს, ერთადერთს რატო ვამბობ, აგიხსნით. მე არ შემწევს ძალიან დიდ მასშტაბზე, არ შემწევს მეგობრებო. არა ვარ იგივე ძლიერი მე. მე არ მინდა რომ ბათუმში მოხდეს რაიმე უბედურება და ამის ხარჯზე აშენდეს მანდ ახალი ფლორა და ახალი ფაუნა, რომელიც გარდაუვალია დედამიწაზე, ყველა ვარიანტში აშენდება მეგობრებო ეს. და აი ამის არიდება მინდა, ამას ვცდილობ, ამას ვლოცულობ, ამას ვხედავ. და იცით რა გადაგვარჩენს კიდე ჩვენ და რა უნდა ვიცოდეთ, რა ტექნიკები? მცენარეებით მკურნალობა. ჩვენ გადაგვარჩენს მცენარეები, არ მოგესმათ. ჩვენ გადაგვარჩენს ხეები. მე დიდი ხანია ჯანმრთელობის ელექსირებს ვაკეთებ. არაფერი სასწაული ამაში არ არის. ეს არის მცენარეული, მხოლოდ წყალი და მხოლოდ მცენარე, მეტი არაფერი. მე დიდი ხანია, ალბათ 35, მინიმუმ 35-38 წელია ბავშვობიდან მე ამ მცენარეებს ვამზადებ და თუ გადახედავთ ჩემს ოჯახს, თუ გადახედავთ ჩემს ცხოვრებას, თუ გადაგხედავთ ჩვენ, ვინც ახლოდან მიცნობს მე, მიხვდებით, რომ ეს ახალგაზრდობა, ეს სილამაზე, ეს ჩანმრთელობა, ესე უბრალოდ არ მოდის. ძაღლიც კი 20 წლის მყავდა მეგობრებო, რომ დაიღუპა ჩემი ძაღლი, სანი ძალიან ბევრი იცნობთ. მოვიდა ამის დრო, რომ მე ეს გაგიმხილოთ მეგობრებო, მე მინდა თქვენც გასწავლოთ, მე არ გავყიდი ფულზე ამ ცოდნას, არ გავყიდი, მე ამას გჩუქნით, მე ამას გაჩუქებთ. მაგრამ მე გაჩუქებთ ცოდნას. თქვენ უნდა გააკეთოთ ეს. თქვენ უნდა პრაქტიკაში მოიყვანოთ, მე მილიონ ადამიანს ვერ დაუმზადებ. და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ფულზე გავყიდო ჯანმრთელობა. მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ. მე გასწავლით თქვენ ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ახალგაზრდობის, ნებისმიერი ორგანოს კურნავს ის მცენარე, ქიმიური წამლების გარეშე და მხოლოდ წყალი და მხოლოდ მცენარეები გვჭირდება. ხეები. იცით როგორი ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომ პოლიტიკას თავი დავანებოთ, მცენარეებზე ვსაუბრობ. საქართველოში რო ის ხეები შემოიტანა, იცით როგორი კურთხევები შემოიტანა ამით მან. ეს არის მომავლის, ხეები გვიცავს, ხეები გვფარველობს, ყვავილები გვფარველობს. ჩემს სახლში რო შემოხვიდეთ, ნახავთ, რომ უამრავი ყვავილი მაქვს მე. აივანზეც, სახლშიც. ჩვენ მცენარეები და ხეები გვჭირდება ჰაერივით, ჟანგბადივით და მე გასწავლით მცენარეებზე და წყალზე, მხოლოდ და მხოლოდ მცენარეზე და წყალზე მუშაობას. აუცილებლად გასწავლით. მე გასწავლით, რადგან მომეცა ნება, როგორ იყოთ ახალგაზრდების სულ, როგორ იყოთ ჯანმრთელების სულ. მაგრამ თუ თქვენ ამაში არ ჩადეთ სიყვარული, არ ჩადეთ სიკეთე, არ ჩააგდეთ ის სიკეთის მდოგვის მარცვალი,
მაშინ ვერ აღმოცენდება იმ ნექტარიდან ის ჯადოქრობა, ის სასწაული ვერ აღმოცენდება. ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან ძალიან კავშირში. მოდი დავიწყოთ დღევანდელი დღე ერთ-ერთი სასწაულით. ჩემი პირველი სასწაული, ნახეთ რა არის, გაგანდობთ. ჩემმა რამოდენიმე მეგობარმა ეს იცის და ოჯახის წევრებმა, მაგრამ სულ ყველამ არ იცის. აუცილებლად უნდა გამოაცხოთ, ცოტა ცხელია ოღონ პური. ნახეთ თქვენი ხელით. ნახეთ, ცოტა ცხელია მეწვის ხელები. ისეთი სუნი აქვს. აუცილებლად თქვენი ხელით, მეგობრებო, უნდა გამოაცხოთ პური, ეს გულის ფორმის არის. და აი ამ პურით უნდა განკურნოთ ავადმყოფობა. თქვენ ოჯახის წევრს, თქვენ ახლობელს, თქვენ საყვარელ ადამიანებს, თუ კი ვინმეს უჭირს, თუ კი ვინმე ავად არის. აი პურის ცომის, აი ამ ცომის ზელვის დროს აუცილებლად ილოცეთ. გულმხურვალედ ილოცეთ. ჩააგსოვეთ შიგნით მთელი თქვენი სიყვარული იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ამას აწყობთ. ამ სახელს, ამ პურს თავის სახელი ქვია, მე ვისთვისაც გამოვაცხო ეს. და უკვე რო გამოაცხობთ, თქვენი ხელით აჭამეთ. აუცილებლად აჭამეთ თქვენი ხელით ეს პური. დღეს მინდოდა მხოლოდ პურზე მესაუბრა. პურის ცხობას ძალიან დიდი ძალა აქვს. მე თქვენ ნელ-ნელა ჩემს ლაივებში მოგაწვდით იმ ინფორმაციას, რომლითაც სცენარეებით განკურნავთ ნებისმიერ ჩვენ დაავადებას, სულს, გულს, ჩვენ მენტალს, ჩვენ ასტრალს, ჩვენ ეფირს, ჩვენ სხეულს, ფიზიკურს, ყველაფერს. ჩვენ განკურნავთ, მეგობრებო, ამას ჩვენივე ხელით. ანუ სასწაულს მოვახდენთ. გახსოვთ მე რომ შეგვპირდით, რომ ღმერთი ხილული ხდება მეთქი. იქნება და დაგანახოთ. იქნება და სარკეში ჩაგახედოთ. იქნება და დაინახოთ, რომ ზუსტად იმ ღმერთის ანარეკლი თქვენ ხართ. და სიკეთისთვის დაიბადეთ, სიყვარულისთვის დაიბადეთ. ამ ახალ ცივილიზაციას, ამ ახალ სამყაროს, მარადიულ სამყაროს, რომელიც შენდება, სჭირდება კეთილი გონი, სჭირდება სიყვარულის ძალა. საქართველოს ვხედავ მე, რომ სავსეა ესეთი ადამიანებით, მაგრამ ეს ტექნიკები, რომელსაც მე გასწავლით, აუცილებლად გამოიყენეთ. მე გასწავლით მცენარეებზე მუშაობას, მხოლოდ მცენარე და მხოლოდ წყალი დაგჭირდებათ, მოაშენეთ ბევრი მცენარე. განსაკუთრებით მალინა, მაყვალი, კენკროვანი, ბევრი კენკროვანი დაგჭირდება, ფესვები დაგჭირდება კენკროვანების. ბაბუა წვერა, მე ჩამოგითვლით რა დაგჭირდება, გვირილა, ძალიან ბევრი მცენარით ჩვენ განკურნავთ ჩვენივე ოჯახის წევრებს. ჩვენ ვიქნებით სულ ახალგაზრდები და სულ ლამაზები და სულ ჯანმრთელები. დღევანდელი დღე ეძღვნებოდა იმ ტექნიკებს, რომელსაც მე თქვენ გასწავლით უანგაროდ. გაიმეორეთ ჩემთან ერთად და გააკეთეთ ეს მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნებით. ხათრით არა. პირველი რაც გააკეთეთ, გამოაცხეთ პური. თუ კი რომელიმე თქვენი ოჯახის წევრს ან ნერვული რაღაცა პრობლემები აქვს, პრობლემა შეხვდა, ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ნახეთ როგორ ვეფერები. ცხელია და თან ვეფერები. იცით როგორ მიყვარს და მე ხლა ამას რო ვაჭმევ ჩემს საყვარელ ადამიანს, ვინც ავათა მყავს, ხო? იმ წუთში განიკურნება.
აი ზუსტად ერთ წუთში განიკურნება, ცოტა გაცივდეს ოღონ, ძალიან ცხელია. დიდი მადლობა მანანა თათარაშვილზე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანანა. იცოდეთ რომ სასწაული ჩვენშია მეგობრებო. არა ვარ მარტო მე სასწაული, არა ვარ. ყოველი დღე სასწაულია, თქვენშია სასწაული, თქვენ ახდენთ სასწაულს, თქვენ აჩენთ შვილებს, თქვენ აჯანსაღებთ თქვენს გარშემო ადამიანებს, აბედნიერებთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ბედნიერი ადამიანია გარშემო უბრალოდ თქვენ რო ხართ. ნახეთ უკვე როგორი ღმერთია თქვენში. აი ეს უნდა გახდეს ხილული. მე აღარ შეგაწყენთ დღეს თავს. მე მინდოდა რომ ის კურთხევები რაც მივიღე თქვენთვის გამეზიარებინა და იმედი მომეცა იმის რომ ჩვენ გვეცოდინება ტექნიკები, მე გასწავლით რომ როდესაც აი ის სამყარო რომელშიც ჩვენ ვართ და მარადიული სამყაროს შენებაში გადავალთ, აი ამ პროცესს რომ ვხედავ, ეს არის ნეტარება, ულამაზესია. მინდა რომ თქვენ იცოდეთ ეს ტექნიკები, ძალიან მინდა რომ იცოდეთ. ისე რომ ბევრი მცენარე დარგეთ, ბევრი განსაკუთრებით კენკროვანი მეგობრებო, ბევრი ხეები და დენდროლოგიური ბაღი იცოდეთ რომ ნეტარებაა საქართველოში და მადლობა ამისათვის რომ სამყარო მესეინება და იქ არის ისეთი ხეები რომელიც ფარველობს, იცავს სიცოცხლეს მატებს, ჯანმრთელობას მატებს და ალბათ საჭირო იყო იცით ამ დროში მომხდარიყო ისე რომ ის ადამიანები მოსულიყვნენ საქართველოში, ვინც საქართველოს ნებით თუ უნებლიეთ, არა აქვს მნიშვნელობა. საქართველოს კეთილდღეობაზე იზრუნებდა და ჩვენს ქართველებზე და ჩვენ სამშობლოზე და ჩვენი გენის გადარჩენაზე, კაცობრიობის, ხო? ისე რომ იცოდეთ რომ ეს პარკი ერთხელ მაინც მოინახულეთ აუცილებლად და მადლიერება გამოვხატოთ ამისათვის რომ გვაქვს ეს ბაღი და ვინც აგვიშენა იმასაც მადლობა და უფალსაც მადლობა ამისათვის. დავრგოთ ძალიან ბევრი მცენარეები, კენკროვანი განსაკუთრებით და მე გასწავლით მუშაობას მცენარეებზე, როგორ დავამზადოთ მხოლოდ წყალი და მხოლოდ მცენარე. ფოთლები, ფესვები, ამას უკვე აგიხსნით და დავიწყოთ პურის ცხობა მეგობრებო სახლში. სურო ერთი ლუკმა აჭამოთ იმ ადამიანს თქვენი გამომცხვარი, იცოდეთ რომ გამოჯამრთელდება. ეხლა კი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მხოლოდ კარგს ვგრძნობ, ცუც ვერაფერს ვერ ვგრძნობ, მხოლოდ კარგს ვგრძნობ, დაკარგულს იპოვიან. დაკარგული ვინც არის დაბრუნდება. ვინც დაშორებულია, დღეს ძალიან დიდი კურთხევები წამოგივიდათ, დამიჯერეთ, ისეთ ხასიათწევა და ისეთი შეერთებული ვარ ეხლა კოსმოსთან. ვინც გული დაგწყვიტათ, სიყვარულმა, საყვარელმა ადამიანმა, შერიგდებით, გამთლიანდებით, მარტო არ იყოთ გოგოებო, ქალბატონებო, ყოველთვის ყავდეთ გვერდში საყვარელი ადამიანი, გაუფრთხილდით. ძალიან ლამაზია ცხოვრება, ძალიან მშვენიერია ცხოვრება, ძალიან მიყვარს ცხოვრება. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.